არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კი ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, სადაც საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის გადაკეტილია. იქ მსვლელობით მივიდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ ასევე შეუერთდნენ რესტორატორები და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები. ნინო ჟიჟიაშვილი მოგვიყვება უფრო ცლად თუ რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე. დიახ, მიშა, რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი, აქ ერთად დგანან როგორც სტუდენტები, ასევე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც მსვლელობა დღეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს. გამოიარეს მარჯანიშვილი, შემდეგ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, საიდანაც მათ შეუერთდნენ სტუდენტები. სრულიად იყო გადაკეტილი რუსთაველის გამზირზე მოძრაობა, ეს ორი მარში გაერთიანდა და ერთად ჩამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან. გესმით თქვენ ხმაური, აქ არიან რესტორატორები, კონდიტერები, გარეულები, რომლებსაც თან მოტანილი აქვთ ჭურჭელი და აი ამით იწევენ ხმაურს. მეორე მხარეს კი დგანან სტუდენტები. ასევე სტუდენტები არიან დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთანაც, სწორედ მათთან გადავინაცვლებ ახლა და რამდენიმე მათგანს გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში. სტუდენტები საქართველოსთვის ეს არის ის წარწერა, რომელიც ბოლო პროტესტის განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. ხმაურობენ ისინიც. პირდაპირ ეთერში ვართ. ფორმულით ხართ კონკრეტულით მოსული. რა ხატია, რა წერია აქ რომ გითხრათ და თქვენი სათქმელი რა არის? გამარჯობათ, ჩვენ ვართ სტუდენტური მოძრაობა. ანუ ყველა ჩვენებურად გამოხატავთ პროტესტს. მე კონკრეტულად ინჟინერი სტუდენტი ვარ და შესაბამისად ამ ფორმულით ეს კონკრეტული სიმბოლო ინტეგრალი მოცემულ ფუნქციას ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებისგან გვაძლევს მშობელ ფუნქციას, ანუ რუსეთს. ეს არის ჩემი სათქმელი ამ ბანერით. მადლობა. კიდევ ერთ ორგანიზატორთან გადავინაცვლებთ ამ მარშის. შეგეკითხებით, რამდენად მნიშვნელოვანია დღის აქციები და დღის მსვლელობები და თქვენი დღევანდელი მსვლელობის მიზანი რა არის? თუ ხალხი გაითავისებს, რომ დილით გადაკეტონ გზები, ფიზიკურად ჩავარდება სამუშაო დღეები საჯარო სამსახურში. და ეხლა რაც მინდა ვთქვა არალეგიტიმურ მთავრობაზე. არანაირი უფლება არ აქვს გვესაუბრონ რელიგიაზე, როცა გელათის მონასტერი ამ დღეშია და აპირებენ იუნესკოს მსოფლიო მატერიალური ძეგლების სიდან ამოიღონ, როცა მხოლოდ 4 ქართული ძეგლი შედის ამ სიაში. ვერ გვასწავლიან სუვერენიტეტის დაცვას, როცა თვითონ არ ღვენ ქვეყნის მთავარ წესს, კონსტიტუციას და 78 მუხლს. ვერან არანაირი უფლება არ აქვს გვასწავლონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, როცა თვითონ აფეთქებენ ისტორიულ საყდრის. ამ ყველაფრის გამო მოითხოვებათ საკადრისი პასუხი და მოუწევთ ან ჰააგის სასამართლოში, ან სტრასბურგის. მადლობა. თქვენი სათქმელი რა არის დღეს? სტუდენტების არაერთი საპროტესტო მარში ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში და თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის აუცილებელი რომ დღისით გადაიკეტოს ქუჩები და შეიქმნას დისკუსია? პირველ რიგში ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ მარშებს, აქციებს, პროტესტებს და ჩვენს ხმამაღალ გამოძახილებს დღეს ხვალ თუ არა მომავალში აუცილებლად ექნება შედეგი და რაც შეეხება დღის აქციებს, გადაიკეტება ყველა გზა, ასევე შეწყდება სამუშაო საათები და უფრო და უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება დღითი დღე და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გვერდში დგომა დღეს ჩვენთვის და რა თქმა უნდა სტუდენტები საქართველოსთვის ყოველთვის მარად. მადლობა დიდი. თქვენ მადლობა, თქვენ უსმენთ ქართულ სტუდენტებს, სხვადასხვა სტუდენტური მოძრაობებისა და უნივერსიტეტების წევრებს, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის მეტროსთან და ცვლილობით გადმოინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სერგი, მოდი ესეც ვაჩვენოთ კადრში. პროტესტის პარალელურად თბილისის მერიის სპეციალური სამსახური, კონკრეტული სამსახური მუშაობს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, პარლამენტის კედლებს ასუფთავებს. ისინი ცდილობენ რამდენადაც ვხედავ, რომ წაშალონ პროტესტის კვალი, წაშალონ საღებავები და უკვე გასუფთავებულია წარწერები, რომლებიც პარლამენტის გარე ფასადზე მრავლად იყო. ცხადია გულისხმობს საპროტესტო წარწერებს და აქ მარცხენა მხარეს პარლამენტის წინ, როგორც მოგიყევით, არიან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, არიან რესტორატორები, მზარეულები, კონდიტერები, ისინი აქ არიან მოსული. ძალიან მრავალფეროვანია მათი პროტესტი, ერთი მხრივ წარწერების მხრივ და მეორე მხრივ იმით, რომ ისინი აქ არიან მოსული კონკრეტული საგნებით, ჭურჭლით, მოტანილი აქვთ ქვაბები, კოვზები, სერგი ესეც ვაჩვენოთ პირდაპირ ეთერში. ასე ხმაურობენ ისინი, მათ მსვლელობა დაიწყეს დეზერტირების ბაზრიდან, გამოიარეს მარჯანიშვილი და შემდეგ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე. ახლა ისინი დგანან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და შეგვიძლია მოვისმინოთ მათი პოზიცია როგორია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თავარი სათქმელი ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. ეგაა თავარი.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მას სტუმარი და სტუმრის კეთილდღეობა. ამიტომ იქამდე ჩვენთვის ახალი წელი არ იქნება, სანამ სტუმრებისთვის არ იქნება რა. ეგ არის მარტივი მიზანი. დანარჩენი ყველაფერი მე რო ხარისხოვანია ეხლა. გვინდა რომ ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც ძალიან გვიყვარს და ძალიან კარგად გამოგვდის და ყველაფერს ვაკეთებთ იმის, რომ ეს ჩვენი ქვეყანა გავიტანოთ, ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავაცნოთ, შევაყაროთ იმის, რომ შემდეგ აქ ჩამოვიდან ძირითადად გვინდა რომ ვიყოთ ისეთი გაიდების შემომყვანები, როგორც არის მიშელინი, როგორც არის გოემი, რომელიც აქ არის, მაგრამ ამ სიტუაციაში შეიძლება გავიდეს. გვინდა რომ ევროპული სტანდარტით ვიმუშაოთ და არა საბჭოთა ბუფეტჩიკებით. 15 წელია ამ სფეროში ვარ და ამდენი ხანი იმისთვის არ გვიშრომია, არ გვილაპარაკია ათასობით უცხოელ ჟურნალისტთან გაგვიცნია ჩვენი კულტურა, ჩვენი სფერო ზოგადად ეს სფერო არის პირდაპირი ხაზი არის ხოლმე ჩამოსულ სტუმრებთან. ყველა მოდის რესტორანში. ყველა ამ სფეროთი იცნობს ქვეყანას პირველ რიგში. არ არის აუცილებელი მუზეუმში წავიდნენ და აქ აუცილებლად მოდიან. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ წლების მანძილზე, რომ ჩვენი ქვეყანა გაეცნო მსოფლიოს დასავლეთს და ახლა ვართ რეალური საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან მხოლოდ ჩამოვლენ ჩრდილოელი სტუმრები და მოძებნიან მხოლოდ სახინკლეებს. მეტი არ აინტერესებთ მათ. ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ჩვენი ერთ-ერთი დარდი არის, რომ არ გადავიქცეთ რუსეთის სახინკლეთ მთელი ქვეყანა. დიქტატურას ვუახლოვდებით და ევროპას ვშორდებით და ვშორდებით. აქედან გამომდინარე ამ სფეროს წარმომადგენლები და ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიზნესის და ეკონომიკის ძალიან დიდი წილი უკავია ამ სფეროს. აქედან გამომდინარე ჩვენი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ითქვას და ჩვენი ხმაც გაიგონოს ყველამ. რომ ამ პროცესებს არ შევეგუებით. პოლიტპატიმრები, რომლებიც დღეს ციხეებში არიან, ჩვენს თავს გრძნობთ დაპატიმრებულებად და ვერასდროს ვერ ვიქნებით თავისუფლები, თუ ერთი ადამიანი მაინც იქნება ციხეში. გვაქვს პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ძირითადი კერძი არის ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები და დესერტზე, რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაცია. ძალადობა ესეთი სისასტიკე кайხანი არ მახსოვს და მეორე ის რომ სხვა მიმართულებით უცებ, სხვა მიმართულებით გავიღვიძე და სხვა მიმართულებით წავიდეთ სადაც საბჭოთა კავშირისკენ. ყველაზე ნაკლებად ეხლა მადარდებს ჩვენი სფეროს კეთილდღეობა. პირველ რიგში ჩემ შვილებზე ვფიქრობ და ჩვენ ქვეყანაზე. დანარჩენი უკვე თავისთავად ჩვენ თუ ევროკავშირში ვიქნებით, ჩვენი სფეროც განვითარდება და ქვეყანაც. 30 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკეთებდა ევროპისკენ მიდიოდა, ევროინტეგრაციისკენ მიდიოდა და ეს თაობებმა შექმნეს, რაც სინა თაობებმა საუკუნეების მანძილზე ჩვენ გავაგრძელეთ და მენტალურად ავართ ჩამოყალიბებული. შესაბამისად დღეს ამას ყველაფერს ექმნება პრობლემა, დღეს ამას ყველაფერს აქვს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი და ის, ვინც გვეპატიჟება, რომ ჩვენ ევროპაში გავერთენ, მასთან გვაქვს პრობლემა. ანუ პარტნიორები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ცხოვრება, მასთან პრობლემა იქნება და შესაბამისად ეს პრობლემა რომ აღმოიფროს, ზუსტად ეს ხალხი ამიტომაც გამოდის ყოველდღურად 100,000-ობით ადამიანი, რომ სიტყვა მიაწვინოს დღევანდელ ხელისუფლებას, ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება, მას საზოგადოება არ ითანხმება და შესაბამისად სწორი ნაბიჯები არის გადასათქმელი. დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი, უკვე დღეების განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა გამზირზე იკრიბებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აწყობენ მასშტაბურ მსვლელობებს, მათი შეკრების საბოლოო ადგილი კი არის რუსთაველის გამზირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ასეა დღესაც, დღეს საღამოსაც აქ საქართველოს ასობით მოქალაქე შეიკრიბება.